ლიანა და დიმიტრი ნეფარიძეები ძირ გამოთხრილ მიწაში ლობიოს ბუდნავენ. რადგან მაღალმთიან იმერეთში ვართ და ლობიოს თესვას აქ, ასე ეძახიან რეპორტაჟსაც ჭიათურიდან, ასე დავიწყებთ. მენატრება რომ სახლი იყოს ნორმალური დავხურო მოვაწყო საშუალოდ მაინცა და შევიდა ვიყო ჩემს სახლში, სვის სახლში ვარ, ისიც ინგრევა. სოფელ შუქრუც ჯორჯიან მანგანესმა საყრდენი გამოაცალა. ამიტომ სახლების დიდი ნაწილი დანგრეული ან დაზიანებულია. კადრში ნეფარიძეების ნასახლარი ჩანს. ის ოჯახმა 1970 წელს ააშენა. მიწიდან ამოღებული ტონობით ვადანის გამო სახლი ერთ დღესაც მიწასთან გასწორდა. მე და ჩემი მეუღლე ვიყავით, ღამის პირველი საათი იყო. შეიქმნა ბორიახი, ჩამოქცევები. ხო და აქიდან ეს გამორბის, იქიდან გამორბის და გადავრჩით ასე. მაგრამ მონაპოვარი ვერაფერი ვერ გადარჩა. არაფერი განაცვლა, არაფერი. ყველას რო დაყვები ამ ჩვენ უბანში, ყველას სახლი დანგრეულია. გადმოგიგდეს 2 კაპიკი. ხო და დაჯერდით ამასო. რაფრა დავჯერდე კაცო. რა არის? შეგვაშინეს და გვათქვენეს და მოგვაწერიეს ხელი. დეგვემუხრენ კაცო რომ თუ არ ეიღებთ, ვერ მიიღებთ ვერაფერსო. დანგრევის პირას არის სახლი მათ მეზობლადაც. მოხუცი მფლობელები გვეუბნებიან, რომ სახლი 56 წლის წინ ტრიალ მინდორზე ააშენეს. ახლა კი ადგილი მთაბორცვიანია. პირველი სართულის ნაწილი მიწაშია დამარხული. ეს ვაკე იყო ისე მთლიანი. წყდება ქვევიდან მოყვება და ჩვენც მივდივართ. რაც მოვიდე ეს კომპანია მის მერე დავინგერით. სახლი დანგრეულია და ჩაძირულია, ეს ჩაძირული ახლა 80 სანტიმეტრით თუ მეტრით მაინც მიწაში. ჩვენ გადაგვიხადეს ამ სახლში. ამ ეზოში ვენახები გვაქვს კიდე გარეთ. ძალიან დიდი ვენახები. 45,000 ლარი. თვითონ 100,000 ლარიან მანქანებზე ჯდიან. აქ უკვე საქაცმეს ვეღარ ააშენებ. იმიტომ რომ არ გაჩერდება. შანსი არ არის, კი, დაინგრევე. შუქრუთელები 2 თვის განმავლობაში პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავდნენ. მათმა დიდმა ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. ისინი ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და პროცესში ოცნების ჩართვას ითხოვდნენ. მაშინ პროტესტის შეწყვეტის სანაცვლოდ მიიღეს დაპირებები, თუმცა როგორც ოცნების ყველა სხვა დაპირება, ესეც ფუჭია აღმოჩნდა. მოტყუებით წამოვიდით, როცა გვეგონა რომ ყველა პრობლემა მოგვარდებოდა, მოგვიწია ისევ კარავში ცხოვრება და კარავში ცხოვრების გაგრძელება. როგორ მოიგო ოცნებამ ამ სოფელში არჩევნები? მთავრობა ითხოვდა კაცო, მოგვეცი ჩვენი ხმაიო და იქნება ყველაფერი კარგათაო და კარგად კი არა უარესი და უარესი. მე მივეცი პირადად მივეცი ხმა ივანაშვილს მივეცი. და ხმარების იმედით რომ დეგვეხმარებოდა. მაგრამ ვინ დეგეხმარა? შედეგები არ გაგიკვირდეთ? შედეგები გასაკვირალი არის ყოველთვის, მაგრამ გეიმარჯვა 2012 წელს და მის მერე უკვე გაყალბება მიმდინარეობს, რა თქმა უნდა. ჭიათურაში მანგანუმი 2 წესით მოიპოვება, ღია და მიწისქვეშა. ღია მოპოვების წესი ბიზნეს იაფი უჯდება, მაგრამ უფრო მეტად აზიანებს ეკოლოგიას. თუმცა ორივე მეთოდით მიწიდან ამოღებული მადანის გამო ჭიათურაში მრავალი სოფელი თითქმის განადგურდა. ყველგან მძიმე მდგომარეობა, ეკოლოგიური კატასტროფის შედეგად დანგრეულია სახლები, ჩახერგილია გზები, გაჩეხილია ტყეები და განადგურებულია ბუნებრივი ლანდშაფტი. არც გარემოზე ზრუნავენ და ფიქრობენ რა ზარალი მიადგება, არც კონკრეტულ მოსახლეობაზე. ერთი მიწის ქვეშიდან აზარალებს და აზიანებს მოსახლეობას, ხოლო მეორეს უკვე ღია კარიერის თვალსაჩინო დაზიანება აქვს. დღევანდელი მდგომარეობით მე მგონი სახელმწიფო სულ არ ვეკუთვნით და კონკრეტულ ერთ რუს ოლიგარქს ვეკუთვნით. ხელისუფლებამ უნდა იყოს პასუხისმგებლობა ყველა ქალაქში, მარტო ჭიათურაში კი არა, ყველა ქალაქში და თუნდაც ადმენ ნებისმიერი ინვესტორი, რომელიც მუშაობს, ყველას მუშაობა უნდა გააკონტროლოს მთავრობა. თუ იმ კამერებს კარგად შემოიჭერენ, თვითონაც კმაყოფილი იქნება და კონკრეტული მუშა პერსონალიც. კომპანია ჯორჯიან მანგანეზზე წიაღით სარგებლობის ლიცენზია 2006 წელს 40 წლის ვადით გაიცა. სამეწარმეო საქმიანობისთვის 16,000 ჰექტარი გამოეყოთ. აქედან 13,000 ჭიათურას ეკუთვნის. ღია კარიერული მოპოვების შედეგად ნიადაგი თითქმის სრულად დეგრადირებულია. სოფლები, რომლებიც ფეხით შემოვიარეთ, სავსეა დიდი ზომის თხრილებით. 2017 წელს მთავრობამ გარემოზე მიყენებული დიდი ზიანის გამო ჯორჯიან მანგანეზს დაუნიშნა
სპეციალური მმართველი, რის შემდეგაც მადანზე, ანუ შავ ოქროს მოპოვებაზე ოცნებამ გავლენა გაზარდა და გაზარდა ზიანიც ჭიათურაზე. ეს კადრები ჭიათურის ცენტრში დაბინძურებული მდინარე ყვირილას პირას არის გადაღებული. მოშიმშილეთა კარავს ქალაქის მერი კაბინეტიდან რეაგირების გარეშე ყოველ დღე უყურებს. 6-დან 1 მოშიმშილე კლინიკაში გადაიყვანეს. 5 მაღაროელი დანარჩენ 3000 თანამებრძოლთან ერთად უკან არიხებს უკვე 72 დღეა. პირადად ხელფასის გამო ქუჩაში არ გამოსვლარ, მე ის დავინახე, რომ რა ვიცი, კომპანიას თილობს ყველანაირად ეს ქალაქი დაიმონოს, ეს ქალაქი დააჩოქოს. ჩვენ ჭიათურელი უბრალო შრომელ ყველაზე დაბალ ფენას გვეკუთვნის, რომ ჩვენი პრემიერი ჩამოვიდეს და უშუალოდ დაგველაპარაკოს ჩვენ. არ ვაპირებთ ანკარავის დატოვებას, სანამ რეალურ გადადგმულ ნაბიჯებს არ დავინახოთ. ირაკლი ჯიქაძემ შიმშილობა 15 დღის წინ პირველმა დაიწყო. 2 დღეში სხვებით შეუერთდნენ. გაცნობებთ, რომ 27 აპრილის შემდეგ ხელფასი გაიცემა მხოლოდ ხელახლა დასაქმებულ თანამშრომლებზე. ინტერვიუს ჩაწერის დროს მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო. ჯორჯიან მანგანეში მიმდინარეობს რეორგანიზაცია და თანამშრომლებისგან ამ შეტყობინების დადასტურებას ითხოვენ. გაფიცულები ამ დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებენ. მოშიმშილეთა შორის არის გივი ცერცვაძეც. მან 5 წელი ჯორჯიან მანგანეზის სახელოსნოში იმუშავა. ევალებოდა მაღაროელებისთვის აღჭურვილობის მომზადება. სანამ მუშაობდა, მადანის მომპოვებლებმა მის სახლსაც გამოუთხარეს ძირი. ახლა კომპანია მას 20000 ლარს თავაზობს, მაგრამ ზარალი გაცილებით მეტია. უნდათ რომ გააქციონ ერთი კაი დიდი 40 ეს ქალაქი. დავიბადე, ეგ გავიზარდე და არ მინდა მე ჩემი ქალაქი დავტოვო, მაგრამ ფაქტია რომ უნდა წავიდე შვილებს ჯარი მეცადოს რა ღამე ადამიანს ერთი წილი წყალი დაიძინება უცბათო წამოვიდეს და ოჯახი ეგ ამოხოცო ესეც არ მინდა, მაგრამ შიშინ ძინავს. 1 ნოემბრიდან კომპანია სპეციალურ მართვით რეჟიმზე გადავიდა და ვიდრე მაღაროელები გაიფიცებოდნენ, მათ ხელფასის მხოლოდ 60%-ს უხდიდა. სამუშაოები 1 მარტიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა მოგვიანებით ამაზეც უარი თქვეს. ისევე როგორც შეაჩერეს თანამშრომლებისთვის ხელფასების ნაწილისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯების დაფარვა. გაფიცვა უკვე 72 დღე აგრძელდება. მოთხოვნები ასეთია: სახელფასო დავალიანებების დაფარვა, ჭიათურის ფონდის შექმნა, დაზარალებული მოსახლეობისთვის სამართლიანი კომპენსაციებისა და დაზიანებული სოფლების აღდგენა. უცვლელად რჩება იგივე ფონდის საკითხი, ნაციონალიზაციის საკითხი, ტრანსპორტის საკითხი, ასევე დაზარალებული სოფლის მოსახლეობის საკითხი და ეკოლოგიის საკითხი. ამას სჭირდება სახელმწიფოს აუცილებელი ჩართულობა, რომ ეს ეკოლოგიის საკითხი მოგვარდეს. გაფიცულები ითხოვენ, რომ კომპანიამ მთავრობამ ჩაანაცვლოს და მაღაროს ნაციონალიზაცია მოხდეს. აქ თითქმის ყველა ხვდება, რომ უშედეგოდებიან ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის ჩასვლას, რომ ის მათ გასაჭირს გაიზიარებს. დიალოგის ენა თქვენ განსხვავებული გაქვთ ქართულ ოცნებასთან, უფრო მობიერი, ვიდრე დედაქალაქში ისმი. შეიძლება რომ რიტორიკა შეიცვალოს თქვენი? მე ვფიქრობ, რომ შეიცვალა, ან თუ არ შეიცვალა, შესაძლებელია აუცილებლად, რადგან იმდენად გულგრილობა და იმდენი უყურადღებობა აჩვენა მთავრობამ ჭიათურას და ჭიათურელებს. იმდენჯერ დატოვა მშიერი და შეატოვა ამ გავეშაპებულ კომპანიას, გულგრილ, უგულო კომპანიას პირდაპირ. მხოლოდ და მეტის იმედი რომ არაფერი არ იყო ჭიათურაში. იმდენჯერ შეატოვა ხელში, რომ ნამდვილად შესაძლებელია აბსოლუტურად. ჭიათურაში აღარ ერიდებიან საარჩევნო კამპანიის გახსენებასაც, რა დროსაც ივანიშვილის დავალებით ხალხი დედაქალაქში 30 ლარის სანაცვლოდ ჩაიყვანეს. ხმები კი არჩევნებზე იძულებით მისცეს. 5% წაიღო ხმები ჭიათურიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ 65-ით კი არა, საერთოდ ვერაფერს ვერ წაიღებს ჭიათურიდან მომავალი ოქტომბრის არჩევნებში ქართული ოცნება. დაძალება იყო, უნდა ჩასულიყვნენ თბილისში. გარკვეული რაღაც აქციები ხო ტარდებოდა, აი არჩევნებამდელი აქციებია. ხო, რა თქმა უნდა, აბა რა. 30 ლარი თუ არ ვწდები იყო კვების თანხა.
და ასევე სამუშაო დროის ერთი დღის სატარიფოს ანაზღაურება. მის მახსოვს კარგად, რომ მარშრუტკებში ტრანსპორტი არ ეყოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ იძულებით მისცა ძალიან ბევრმა ხმა. ჭიათურაში გადამწყვეტი ბრძოლა დაწყებულია. მთავრობა მაღაროელებს საკუთარი მედიების დახმარებით აშავებს. კომპანია კი პროვოკაციებს უწყობს. ასე დააკავეს 4 მაღაროელი, მათ ჭიათურის მენეჯმენტ კომპანიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის თენგიზ კობერიძის ცემას ედავებიან. 4 მაღაროელს პატიმრობა უკვე შეეფარდა. გაფიცულები ამბობენ, რომ თანამებრძოლების დაკავება პროვოკაციის შედეგია და პროტესტს მათ გათავისუფლებამდე არ შეწყვეტენ. განზრახული აყვანა იყო. წინასწარ დაგეგმილი იყო თქვენ? კი ბატონო, ასე ვფიქრობ. მე რა ვიბრძოლობდა ძალიან მაღარის გაშოვისთვის. ამის ვიბრძოლობდა, ამის ვენიბძის. ეხლა თიმათაც სიმთავრობას ალბათ დაგეგმილი, რომ მე რა ბისარალიძე და მაგ ბიჭები უნდა ეყვანა. დაგვანგრიეს და იბრძოდა ამისთვის, რომ რაც გვეკუთვნოდა ჩვენ თვითონ გაკეთდნენ მაღაროდან ამდენ ფულს ღებულობდნენ, ეს ჩვენ რაც მოხდა ზღვაში წვეთი იყო შვილო. იბრძოდა მარტო თავისთვის კი არა, ყველასთვის ხალხისთვის იბრძოდა. დღესდღეობით რაც არის უსამართლობა, ის არის რომ აგერ 4 ბიჭი არ დაჭერი. პროვოკაციას წამოაყენეს იმის იმედის მაქვს, რომ თვითონ თენგიზიც გადაწყვეტავს იმას, რომ ბიჭები გაანთავისუფლონ. მე ამის იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში. ჭიათურა ეკოლოგიური, ეკონომიკური და ფიზიკური კატასტროფის წინაშე დგას. აქ ისე მოიპოვებენ მადანს უზარმაზარ თხრილებს, მიწითაც არ ავსებენ. ასე რჩება სოფლების სიცოცხლისთვის საშიში კრატერული თხრილებით სავსე. რეორგანიზაციასა და კომპანიაში შექმნილ კრიზისს რუსი ხელმძღვანელი ყავს. მიხეილ სოცკი დასაქმების მსურველებს ხვდება, მაგრამ არა გაფიცულ მაღაროელებს. მასთან კითხვის დასმის შესაძლებლობა შაბათის ფორმულას არ მიეცა. შეხვედრის ამსახველი ვიდეო და ინტერვიუ პრეს-სამსახურმა მოგვაწოდა. მიმდინარე ცვლილებების მიუხედავად კომპანიის კარი ღია იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც სამსახურის გაგრძელებას მოისურვებს. იმ პირებისთვის, რომლებსაც არ ექნებათ შესაბამისი ტექნოლოგიური უნარები, კომპანია უზრუნველყოფს გადამზადების კურსებს. ასევე გაცნობებთ, რომ შეიცვლება სახელფასო ანაზღაურების მოდელი. საწარმო სრულად გადავა გამომუშავებით ანაზღაურებაზე, რაც განსაკუთრებით პოზიტიურ გავლენას მოახდენს მიწისქვეშა სამუშაოებზე დასაქმებულთა ხელფასებზე. თუკი აქამდე კომპანია ამბობდა, რომ ფული არ აქვს და ამიტომ შეაჩერა საქმიანობა, ამ განცხადებით ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ისინი პროტესტში მონაწილე მაღაროელების ჩანაცვლებას გამოუცდელი კადრებით გეგმავენ. რა მოხდება მაშინ, როდესაც მადანი სრულად ამოიწურება და ჭიათურა აღარ იქნება ისეთი მიმზიდველი ფულის მომპოვებლებისთვის, როგორიც ახლა. რთული გამოსაცნობი არ არის, ვიდრე ბიზნესი და ხელისუფლება ჭიათურას დარჩენილ გულს აცლის. ქალაქში მაღაროელები შველას, ოჯახებისა და სახლების გადარჩენას ითხოვენ, მაგრამ ოლიგარქიაში მათი ხმა და გასაჭირი დანარჩენი საქართველოს მსგავსად არ ესმით.